სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. მოგესალმებით ყველას მეგობრებო, ბიბლია ყოველ დღე. ჩვენ დღეს ვაგრძელებთ კითხვას, სწავლას ფსალმონი 86-ე წმინდა მამების გამარტებით და ვიწყებთ პირველი მუხლიდან. ხო, მეგობრებო, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ არხი, გააზიარეთ ვიდეო და ესე იგი დაალაიქეთ, მოიწონეთ ვიდეო, დაწერეთ კომენტარები, ამით თქვენ დაეხმარებით ამ ვითარებაში. ასევე თქვენს შეიტანთ თქვენს წვრილს ღვთისნების სიტყვის და წმინდა წერილის გავრცელებაში. ღმერთმა შეგიწიროთ, დაგლოცოთ, გაგახაროთ. დიდი მადლობა. საფუძველნი მისნი მთათაშინა წმინდათასა. ბასილი დიდის გამარტებით სიონის საფუძველი წმინდა მთებზეა. წმინდა იოანე ოქროპირი გამარტავს, რომ სიონის წმინდა მთები, მეგობრებო, გვიჩვენებს, რომ ღმერთის სამყოფელი ამაღლებულია ყველაფერზე, როგორც სულიერად, ისე ხილულად. შემდეგ მეორე მუხლი. უყუარან უფალსა ბჭენი სიონისანი, უფრო ის ყოველთა საყოფათა იაკობისათა. ბასილი დიდი გამარტავს ღრმა, ესე ვთქვათ, ნახეთ, ღმერთის სიონის კარიბჭეები ყველა სხვა ადგილზე მეტად უყვარს. ანუ სიონი ღმერთის განსაკუთრებული ადგილია, სადაც მისი ყოფნა განსაკუთრებით ვლინდება, ეს ეკლესიის სულიერი მნიშვნელობის წინასახია. წმინდა ათანასე ალექსანდრიელის გამარტებით სიონის ბჭეები ღმერთის ეკლესიის შესასვლელია, სადაც ყველა ერი თაყვანს ცემს მას. მესამე მუხლი. დიდებული ითქვა შენთვის ქალაქო ღმრთისაო. ანუ სიონი შენი დიდება ყველგან ისმისო. სიონი როგორც ღმერთის ქალაქი არის ღვთაებრივი დიდებისა და თაყვანისცემის ცენტრი, რომელიც მთელ მსოფლიოშია, ასე ვთქვათ, ცნობილი. გრიგოლ ნოსელის გამარტება, რომ ესე იგი სიონის დიდება მიგვანიშნებს ღმერთის სამეფოს დიადეზე, რომელიც ყველა ერს ეძახის. შემდეგ მეოთხე მუხლი. მოვიხსენო მე რააბისი და ბაბილონისაი, რომელთა მიციან მე და აჰა, ესე რა უცხო თესლნი და ტვიროს და ერი ჰინდოთაი ესენი იშნეს მუნ. ესე იგი რააბი, ხო, ეგვიპტე, ბაბილონი, ხო, ეს ფილისტიმელები, ანუ ტვიროსი, ჰინდოები, ყველა ამ ერს, მეგობრებო, სიონში დაბადება ეძლევა, ხო, ეს წინასწარმეტყველებაა, რომ ღმერთის ეკლესია ყველა ერს გაერთიანებს, რადგან სიონის სულიერი დაბადების ადგილია. ანუ ასევე კირილე ალექსანდრიელის გამარტებით ეს მუხლი, მეგობრებო, ქრისტეს მეშვეობით ერთთა გაერთიანების წინასწარმეტყველებს და როდესაც ყველა ერი ღმერთის ხალხი, ესე იგი, გახდება. შემდეგი მეხუთე მუხლი. დედა სიონს არ ქვას კაცმან, რამე თუ კაცი იშვა მას შინა და თავად მან დააფუძნა იგი მაღალმან. წმინდა ბასილი დიდის გამარტებით სიონს დედას ეძახიან, რადგან აქ ყველა სულიერად იბადება, ხო? ანუ სიონი როგორც ეკლესია არის სულიერი დედა, ხოლო მაღალი ღმერთი მისი საფუძველია. წმინდა ავგუსტინეს გამარტებით კაცი იშვა მას შინა მიგვანიშნებს, ანუ ქრისტეს დაბადებაზე, რომელიც სიონის ეკლესიის საფუძველია, ხო? ქრისტეა და ესე იგი ეკლესიის, ესე იგი თავი. შემდეგ ვაგრძელებთ მეექვსე
მუხლიდან უფალი მიმოდაითქვეს წიგნითა ერისაითა და მთავართა ამათგან რომანი იყვნეს მას შინა. ანუ ღმერთი ჩაიწერს თავის წიგნში, ესე ვთქვათ, ყველა ერთს, ვინც სიონშია. ეს არის ღმერთის ცხოვრების წიგნი, ხო, სადაც ყველა ვინც ღვთის ერთგულია, აღირიცხება. ასევე ივანე ოქროპირი გამარტავს, რომ ღმერთი ითვლის თავის ხალხს, რომლებიც სიონის, ანუ ეკლესიის მოქალაქეები ხდებიან. და ბოლო მუხლი, მეგობრებო, ეს ფსალმუნი მოკლე არის, შეგახსენებთ, ეს არის პატარა არის უпроსტად და ეს არის 86 ფსალმუნი და ბოლო მე-7 მუხლი. ვითარ მხიარულთა ყოველთა მკვიდრობა შენდამი არს. ესე იგი, სიონში ცხოვრება სავსეა სიხარულით ღმერთის ქალაქში ყოფნა, ანუ მის ეკლესიაში მარადიულ სიხარულს მოაქვს როგორც ზეიმი. წმინდა ათანასე ალექსანდრიის გამარტება ასეთია, რომ სიონის მაცხოვრებლები მხიარულობენ და რადგან ღმერთის ყოფნა მათ ნამდვილ სიხარულს ანიჭებს. მეგობრებო, წაიკითხეთ აუცილებლად ყოველ დღე ფსალმუნები წაიკითხეთ, აუცილებლად წაიკითხეთ წმინდა წერილი სახარება, ძველი აღთმა, ახალი აღთმა, თქვენ იცით, მე აქვს არხზე ესე იგი ძველი აღთმა, ახალი აღთმა, მართალია ჯერ ძველი აღთმის მხოლოდ ერთი წიგნი არის დაბადება, მაგრამ სრულად 50 თავი არის წინამამის გამარტებით, მოусმინეთ, ასევე სრულად არის მათეს სახარება, იოანეს სახარება, ლუკას სახარებას ვიწერ და მოკლედ სრულად ღვთის წყალობით, ღვთის შეწევნით მინდა სრულად მთლიანად მთელი ბიბლია, ესე იგი ავტვირთოთ წმინდა მამის გამარტებით. და თქვენს მომიხსენიეთ ლოცვებში მე ვლადიმერი, რომ ესე იგი ეს შევძლო და უფლის დახმარებით. შეგვეწიოს უფალმა და გაგაზლიეროთ, დაგლოცოთ და აუცილებლად ბავშვებსაც მოასმენიეთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მადლობა, გაიხარეთ.